მოდიოდნენ რომ გაეღოთ საქართველოს კარზე. მამაკაცებს გვერდით ყავდათ ფოლადის ფარები და მტრებს მათთან ერთად წევდნენ საქართველოს ქალები. ისე მტკიცე იყვნენ თუმევით მეტეხის კედელი, გმირი თამარ ვაშლოვნელი და მაია წნეთელი. მათი ხმალით საფრთხობდა, ტერით ხტოდა ვერანი, საქართველოს ცისფერს ჰკავდა ფერი მათი მირანის. სადაც უნდა ყოფილიყვენ, მარა დაუძრახველნი, საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. ბრძოლის ველზე მიდიოდნენ რაინდული ოცნებით, მიდიოდნენ და მიქონდა ჩაისფერი დროშები, ბევრჯერ სისხლით შეუღებავთ მათი ავგაროზები. სადაც უნდა ყოფილიყვნენ თუნდ სამარის კარამდის, ოსმალეთის მიწა იყო თუ მინდორი მარაბდის, საქართველო იყო მათი საყვარელი მარადის. სადაც უნდა აღემართათ სადევარი და გორდა, ვაშკაცურად მიიწევდნენ, ვაშკაცურად გაჰქონდათ სპარსეთში თუ დაღესტანში, გწანისთან თუ შამქორთან, საქართველოს ერთი მუჭად ცხელი მიწა თან ჰქონდათ. სიკვდილის წინ რუსთაველის შაირების ძახილით, მიწას გუგში ჩაიკრავდა ქართველი თუ კახელი, საქართველო იყო მათი საყვარელი სახელი. შვილებს ომში აღზავდნენ, წარშეკრული ნებები, აღზავდნენ ამარებდნენ დუქურდაინებებით. თუ ის არის ომში მოხვდეთ, არ დაიჭრათ მკერდები, ხელმეორედ ნუ გენახოთ საქართველოს ზედები. ისე მტკიცე იყვნენ თურმევით მეტეხის კედელი, გმირი თინათამ კისელი და მარია წნეთელი. ადი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა, ტერით რთოდა ვერანი, საქართველოს ცისფერს ჰკავდა ფერი მათი ვერანის. სამშობლოსთვის დაიღუპნენ, ვაშკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმიდესი სახელი.